ერთი თემა არის, რომელზეც კვლავ გთხოვენ ჩვენი ტელემაყურებლები ყურადღების გამახვილებას, საქართველოს ჩინეთის ურთიერთობებზე ბევრი დისკუსია მიდის ახლა დიდი საზოგადოებაშიო და ხომ არა გვიხსნიდით, რატომ არ არის ამაში საფრთხე, რა სიკეთეებს უნდა ველოდეთ და რა საფრთხეები შეიძლება იყოსო? აი ვინმე მაგვიხსნას რა, გვითხრას რომ აი ეს და ეს საფრთხე, დაგვანახოს ვინმე. ეხლა შეიძლება თეორიულად კაცი გამოდიოდეს და იძახდეს საფრთხეა, საფრთხე, გავიგე, დაგვანახეთ ეს საფრთხე. როცა მე ვამბობ, რომ თურქეთთან ურთიერთობა საფრთხეა, ამას დასაბუთება აქვს. ჩვენი ისტორიული ურთიერთობა თურქეთთან არის ის, რომ მუდმივი ომები 1000 წლის განმავლობაში 51 თუ არ ვცდები თავდასხმა და ომი 1/3 ტერიტორიებისა წართმეულია დღესაც და ისე ნახევრად შემცირდა 50% დავკარგეთ ჯამურად ტერიტორიებისა, მაგრამ 33% ტერიტორიების წაიღო აგერ 100 წლის წინ და დღესაც შემოიჭრა აჭარაში და ექსპანსია აჭარაში წარმოუდგენელი, თურქული რაიონი გახდა ბათუმში. რაიონი კი რაიონები. და კაფეში ვერ შეხვალ რომ იქ თურქი არ იჯდეს. ეს არის გათურქება, ნუ თუ ამას ჩვენ ვერ ვხვდებით. და უკვე გაჩნდა უამრავი ხალხი, ვისაც ეს მოწონს და იძახის თურქეთზე, ცუდი არაფერი არ თქვა, იქიდან დოლარები მოდის, დოლარებიო. ნუ ეხლა დოლარებზე სულს ხო ვერ გავყიდეთ, კაცო და ქართველობას ხო ვერ გავყიდეთ. ახლა მეორე მხარეა. აქ რა, ჩინეთი სად არის და ჩვენ სადა ვართ? აქ პატარა ჩინეთი ვერ აშენდა, თუმცა პატარა ჩინეთი მთელ სოფლიოშია, საქართველოში ვერ აშენდა. ჩამოვიდნენ, ქართული ენა ისწავლეს, ქართულად დაიწყეს ლაპარაკი და აღარ ჩამოდიან. არ არის აქ ის ნიადაგი, რომ ექსპანსია მოხდეს. ტექნოლოგიურად ეს პლუსია. რას ნიშნავს საფრთხე? მთელი მსოფლიო, კაცო, იაპონიაც კი, რომელიც რობოტოტექნიკაში მოწინავე ქვეყანაა, ეხლა ჩინეთთან იწყებს თანამშრომლობას, იმიტომ რომ მათ შექმნეს რობოტები არანაკლები ხარისხისა იაპონიაზე. მთელი მსოფლიო თანამშრომლობს იქ ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ჩვენც უნდა ვითანამშრომლოთ. საფრთხე რაშია? ვინმემ დაგვისახელოს, გვითხრას, აი ამაში საფრთხე. და გავიგებთ. ვერავინ ვერაფერს საფრთხეს ვერ ასახელებს და რაღაცა თეორიები გვესმის, რომ ჩინეთის უკან დგას კრემლი. ეს საერთოდ ბოდვაა. პირიქით, კრემლის უკან დგას დღეს ჩინეთი. აი სრული ბოდვაა. არ არის არანაირი საფრთხეები. აქ მარტივი რამეა, ქალბატონმა თინა ხიდაშელმა გადაწყვეტა, რომ ფული იშოვნოს, ტაივანიდან მიიღოს გრანტი და შემდეგ დაწეროს რაღაცა დოკუმენტი, რომ უდიდესი საფრთხეებია, ჩინური დრაკონი შემოვიდა საქართველოში და ეს არ ხდება. და ჩვენ საერთოდ ამ თემით არ ვიყავით დაკავებული, საერთოდ ამ თემაზე ჩინეთზე არ ვლაპარაკობდით, მანამ სანამ არ გამოქვეყნდა ქალბატონი ხიდაშელის ნამუშევარი, სადაც გავიგეთ, რომ ობიექტივი ყოფილა თურმე ჩინეთის მთავარი პროპაგანდისტი. და არასოდეს არ ვიყავით, მაგრამ დავიწყეთ ახლა ამ თემაზე ლაპარაკი. და მე ვერ ვხედავ ამერიკა თუ ტექნოლოგიურად თანამშრომლობს ჩინეთთან და არა მარტო ტექნოლოგიურად. ამერიკა ჩინეთის ეკონომიკა ძალიან სერიოზულად არის გადაბმული ერთმანეთთან ეს საკითხები. ევროკავშირი ჩინეთი, აგერ უკვე იაპონია ჩინეთი. ჩვენ რატო უნდა ვიყოთ სადღაც შორს? და რა საფრთხე ვინმე ამიხსნას, რომ მივიღო ეს აზრი, აი გამაგებინოს, რომ აი ეს საფრთხეა და დაგვანახონ რა ეს საფრთხეები. არავინ ხო არ გვიჩვენებს არაფერ საფრთხეებს, მარტო რაღაცა გაუგებარი ზოგადი წინადადებები. ეს აბსურდია ყველაფერი.